გამარჯობა, მოგესალმებით ვიდეო რგოლის პატივცემულო მაყურებლებო. ამ ვიდეოში თემად ავირჩიე ბინარული ოფციონების და მათთან დაკავშირებული ძირითადი ტერმინების განმარტებები და მათი ჩვენება პრაქტიკულ მაგალითზე. დღეს შაბათია, 7 საათი და საღამოს 7 საათი და 36 წუთი. ეს კიდევ ერთი პრობლემა, რაც არ მოწონს IQ Options პლატფორმაზე. და მოგეხსენებათ, რომ Forex-ის ბაზარი შაბათ-კვირას არ მუშაობს, დახურულია. ხოლო IQ Option-ი არის ერთ-ერთი იმ ბროკერთაგანი, რომლებიც 24 საათი დღეში და კვირაში 7 დღე ვაჭრობენ და ტრეიდერებს თავაზობენ შიდა კოტირებების სისტემას, ეგრეთ წოდებულ OTC-ს. მართალია ფასწავლება ხდება მინიმალურ დიაპაზონში, მაგრამ და მისი პროგნოზირება შედარებით უფრო ძნელია, მაგრამ მოყვარულებს ან ხალხს, ვისაც მარტო შაბათ-კვირას ცალია, ან მათ ვისაც აზარტის გამო არ შეუძლიათ დათმონ ვაჭრობა, როგორც წესი, აქვთ ხოლმე იმის შესაძლებლობა აღნიშნული მომსახურების გამო, ანუ შიდა კოტირებების სისტემის გამო, რომ შევიდნენ და ივაჭრონ. ეს აღნიშნული მეთოდი პრაქტიკულად არაფრით განასხვავებს ბინარული ოფციონებით ვაჭრობას ტოტალიზატორისგან. პრაქტიკულად იგივეა, რაც რულეტკაზე ფურთულის გაგორება და მეტი არაფერი. დაჯდება ან შავი, ან წითელი, ან ზემოთ წავა ფასი, ან ქვემოთ. მოკლედ, დავიწყოთ დავუბრუნდეთ ჩვენს ძირითად თემას. პლატფორმის მიმოხილვას აქ არ დავიწყებ. აქ ხედავთ ჩვენ შიდა კოტირებებზე გადასვლის დროს. ეს არის პირველი საათი და 10 წუთი 2017 წლის 18 თებერვლის პირველი საათი, ღამის პირველი საათი და 10 წუთი. აქ გაჩერდა Forex-ის ბაზარი, შეწყვიტა ვაჭრობა და გარკვეული ნახტომის შემდეგ დაიწყო შიდა კოტირებების სისტემა. ჩვენ წვილი გვაქვს არჩეული EUR/USD. როგორც ხედავთ, ჩამოყალიბების ფაზაშია ჯერ კიდევ. პატარა აღმავალი მოძრაობის შემდეგ წავიდა დაღმავალ მოძრაობაში ფასი და ახლა ისე უბრუნდება საწყის დონეს, უბრუნდებოდა უბრალოდ, სანამ მიაღწევდა საკმაოდ ძლიერ წინააღმდეგობის დონეებს და მათგან, როგორც ხედავთ, არეკვლას აპირებდა. მოკლედ, ფასი, როგორ ყალიბდება ფასი ბაზარზე, რაზეც საერთოდ ბინარული ოფციონებზე მიმდინარეობს ვაჭრობა. ფასი აითვლება წყვილთა ფასი, რაც ნიშნავს შემდეგს. წყვილში კლასიკურ Forex-ზე პირველ ადგილზე მოთავსებული ვალუტა, ან მეტალი, ან აქციების ფასი, როგორც წესი თამაშობს გასაყიდი, ანუ სავაჭრო საქონლის როლს. ვაჭრობა მიმდინარეობს სწორედ საქონელზე, რომელიც პირველ რიგშია წყვილში მოთავსებული. EUR/USD-ზე ვაჭრობთ ევროთი, ხოლო ვალუტა, რომლის მეშვეობითაც ვახდენთ, ანუ რომელზეც გადაიანგარიშება საქონლის, ანუ ამ შემთხვევაში ევროს ფასი არის დოლარი. პირდაპირი კოტირებების სისტემაში დოლარი, როგორც წესი, დგას წყვილში და დგას მეორე ადგილზე. უკუ კოტირებების სისტემა, რომელიც ახასიათებს ზოგიერთ ვალუტას, გაჩვენებთ აქ ჩამონათვალში ასეთ ვალუტებსაც, სადაც ამერიკის შეერთებული შტატების დოლარი დგას პირველ ადგილზე და ის ასრულებს
სავაჭრო საქონლის როლს, მაგალითად USD, ანუ ამერიკის შეერთებული შტატების დოლარი, შვეიცარიის ფრანკი წყვილში, ამერიკის შეერთებული შტატების დოლარი და კანადის დოლარი წყვილში, იაპონური ენა წყვილში და არსებობს კიდე ნაწარმოები კოტირებების სისტემა დოლარის გავლით, როცა ორი სხვადასხვა ვალუტა ერთმანეთთან არის ფარდობაში გამოყენებული, მაგალითად კანადის დოლარი, შვეიცარიის ფრანკი. აქაც კანადის დოლარი ასრულებს, რა თქმა უნდა, საქონლის როლს. ტურბო ოპციონები, ბინარული ოპციონებისთვის ექსპირაციის დროები შეზღუდულია IQ option-ზე და როგორც წესი მოცემულია ხოლმე 15-ის ჯერადი. ნახოთ, აგერ გვთავაზობს 15 წუთიან ექსპირაციას, 9 საათიან ექსპირაციას და 45 წუთიან ექსპირაციას მაქსიმუმი ამ პლატფორმას, ამ ბროკერს აქვს 45 წუთიანი ექსპირაცია. მინიმუმი, რა თქმა უნდა, 60 წამი ტურბო ოპციონებს. 60 წამი. ტურბო ოპციონება თვლის IQ option-ი, ბროკერი თვლის 60 წამიდან 5 წუთის ჩათვლით, უფრო სწორად 5 წუთ ნახევრის ჩათვლით თვლის და შესაბამისად მაღალ მოგებას მასზე 91%-ს, განსაკუთრებით მაღალი და სტაბილური მოგება არის ხოლმე შიდა კოტირებების სისტემასთან OTC-ით ვაჭრობის შემთხვევაში. როგორც ხედავთ, ამასობაში ჩვენ შევედით ბაზარზე და წავაგეთ შევედით ფასის მოტრიალებაზე, ანუ ტრენდის მოტრიალებაზე, რაც არ გამართლდა. ვივაჭრეთ ტრენდის საწინააღმდეგოდ. ეს, ბატონებო, არის ძალიან სახიფათო მოვლენა. ეს სპეციალურად გავაკეთე საჩვენებლად, სასწავლად. არასოდეს არ შეხვიდეთ მით უმეტეს ტურბო ოპციონებზე, არასოდეს არ შეხვიდეთ კაფიოდ გამოხატული ნიშნების, სიგნალების, კაფიოდ გამოხატული კარგი სტრატეგიიდან მიღებული მკაფიო სიგნალების გარეშე, არასოდეს არ შეხვიდეთ ჩამოყალიბებული ტრენდის საწინააღმდეგოდ, თუნდაც კორექციული მოძრაობის იმედად, ან მისი მოbrunების იმედად. არასოდეს ყოველთვის ჯობია კორექციის დასრულების შემდეგ შეხვიდეთ ტრენდის მიმართულებით, გაცილებით მეტი გაქვთ მოგების შანსი, დაახლოებით 80% გაქვთ მოგების შანსი. თუ ტრენდი უკვე ჩამოყალიბებულია და ტრენდის ხაზთან 3 შეხება ეგერ გაჩვენებთ. 3 შეხება თუ მაინც აქვს განხორციელებული, 1 შეხების წერტილი, 2 შეხების წერტილი. ახლა კარგად გავაკეთებ და უკეთესად ნახავთ. აგერ 1, 2, მესამე შეხების წერტილი. და როდესაც ტრენდის ხაზი უკვე გადმოკვეთილია, აქ შემეძლო მეორე ტრენდის ხაზის გავლებაც, რომელიც დამხმარე იქნებოდა. როდესაც ტრენდის ხაზი გადმოკვეთილია, ფასი მას მიუბრუნდება უკან, გატესტავს, ვეღარ გაარღვევს და ალბათ ვეღარ გაარღვევს, იმიტომ რომ აქ ორი ფრაქტალი დაჯდა. ძალიან ახლოს ერთმანეთთან, მაშინ ჩვენ შეგვიძლია 5 წუთიანი ექსპირაციით იმედი ვიქონიოთ, რომ ტრენდი ან მოbrunდება, ან ჩამოყალიბდება შედარებით ხანგრძლივი კორექცია. კორექციის ხანგრძლივობა არის 1, 2, 3, 4 წუთი, რაც 5 წუთიანი ექსპირაციისთვის აშკარად არასაკმარისია და წამგებიან პოზიციაზე შევიდოდით, რომ შევსულიყავით. ჯერჯერობით ტრენდი არ მოტრიალებულა. შეგვიძლია მხოლოდ გადავწიოთ ჩვენი ტრენდის ხაზი, გავაკეთოთ მისი კორეგირება და დაველოდოთ. ეს უმარტივესი გრაფიკული ანალიზის მეთოდია, ამას შემდეგში გრაფიკულ ანალიზს შემდეგში გავეცნობით. იაპონურ სანთლებზეც წინა ვიდეოში ვისაუბრეთ, თუ რა არის იაპონური სანთლები. როგორც თქვით, ეს არის ბაზარზე ფასის მოძრაობა შეჯამებული
დროის მონაკვეთებად და იმის მიხედვით თუ რა მონაკვეთებში ვაჯამებთ ამ ფასს სურათ შეიძლება სხვადასხვა იყოს, მაგალითად ჩართულია ამ მომენტში 2 წუთიანი, გადავართ 1 წუთიანზე, ნიშნავს რომ მოცემული იაპონური სანთელი თითოეული ყალიბდება 1 წუთის განმავლობაში და რა ინფორმაციას გვაწყდის ერთი წარგიაღებული იაპონური სანთელი, მაგალითად რომელიმე შედარებით სტანდარტულს ვნახავთ და გეტყვით აგერ სტანდარტული იაპონური სანთელი. ეს ნიშნავს შემდეგს. წითელი ფერი მიუთითებს ამ შემთხვევაში რომ სანთელია დაღმავალი, ანუ სამისი გახსნისა და დახურის ფასებს შორის სხვაობა კლებადი ხასიათის არის. ანუ რას გულისხმობს ეს ამბავი? სანთელი გაიხსნა 2017 წლის 02:18-ში 17 საათს და 28 წუთზე და გახსნის ფასი ამ დროს იყო 1.071.922. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ფასი წავიდა ზემოთ, დააფიქსირა მაქსიმუმი დააფიქსირა 1.071.951, მოტრიალდა, გააგრძელა სვლა ქვემოთ, დააფიქსირა მინიმუმი და ეს მინიმუმი იყო მოვიძიოთ 1.071.859 და კვლავ წავიდა ზემოთ და დროის დამთავრების შემდეგ, ანუ შესაბამის სანთლისთვის გამოყოფილი დროის ამოწურვის შემდეგ დაფიქსირდა 1.071.862 მაჩვენებელზე, ნიშნულზე. რითიც შეიქმნა მოცემული იაპონური სანთელი, შეიქმნა მისი ფორმა, სადაც ჩვენ შეგვიძლია გავარჩიოთ მისი ტანი, ანუ სხეული, ეს სქელი, განიერი, შეფერადებული გამოსახულება, რომელიც ყალიბდება გახსნისა და დახურვის ფასებს შორის. უბრალოდ პირობითად არის მიჩნეული, მიღებული საყოველთაოდ, რომ ასე გამოსახონ გახსნის და დახურვის ფასები. იგივე ბარებზე გამოისახება მარცხნივ და მარჯვნივ ჰორიზონტალური პატარა ხაზებით. და ჩრდილები, რომლებიც მიუთითებენ გახსნისა და დახურვის ფასებსა და მაქსიმუმებსა და მინიმუმებს შორის სხვაობას მონაკვეთების სახით. მოკლედ იაპონური სანთლები ეს იყო. ახლა განვმარტოთ რა არის ექსპირაციის დრო. ექსპირაციის დროზეც ვისაუბრეთ. ექსპირაციის დრო არის დრო, რომელიც გვაშორებს ჩვენ ოპციონის შეძენიდან შესაბამისი ოპციონის ბროკერის მიერ ავტომატურ დახურვამდე, ანუ მისი ამოწურვის დრო, პირობის ამოწურვის დრო, რომელშიც უნდა განხორციელდეს შესაბამისი პირობით მოცემული მოქმედება, ანუ თუ ჩვენ ბროკერთან ვდებთ პირობას და ვიძენთ ოპციონს ზემოთ, ეს ნიშნავს, რომ ფასი მიაღწევს რა გარკვეულ დონეს ჩვენი ოპციონის შეძენის მომენტში, ამის შემდეგ დაიწყებს ზრდას, ანუ ჩვენ გვაქვს ასეთი პირობა ბროკერთან, ვარაუდობთ, დაიწყებს ზრდას და ექსპირაციის დროის გასვლის შემდეგ, რომელსაც ვირჩევთ და ვათანხმებთ მას ბროკერთან შესაბამის დროზე დაწყაპებით, ბროკერი ავტომატურად დახურავს ამ დროის გასვლის შემდეგ ჩვენს ოპციონს და შეაჯამებს, დაითვლის, შეამოწმებს, გამართლდა ჩვენი პროგნოზი თუ არ გამართლდა. ახლა მე გადავდებ 5 წუთს ექსპირაციის დროს, რაც ნიშნავს, რომ სანთელი დაიხურება 3 წამში და შევალ $100 ზემოთ, რაც ნიშნავს იმას, რომ მე ვთვლი და ბროკერთან ვდებ პირობას, უთანხმდები ბროკერს ამით ჩემი მოქმედებებით, რომ 5 წუთის გასვლის შემდეგ მე მაქვს ასეთი ვარაუდი, რომ ფასი უფრო მაღალი იქნება, ვიდრე ის იყო ახლა, ანუ იყო 1.0629.15, ამაზე თუნდაც 1 პუნქტით მაღალი იქნება და ბროკერთან ვდებ ერთგვარ სანიძლაოს, რაშიც მე ბროკერი მიხდის 91%-ს იმისას, რა თანხასაც ვდებ. ანუ შევედი ბაზარზე $100 და მოვიგებ $91. ხოლო თუ წავაგე, ვაგებ
$100. მოგეხსენებათ და ალბათ ხვდებით ვინც მათემატიკაში ერკვევა, რომ აბსოლუტური ალბათობა იმისა ფასის ზემოწავა თუ ქვემოწავა არის 50-50-ზე. როცა არ ვიყენებთ არანაირ სხვა ანალიზის მონაცემებს და არაფერი სხვა ინფორმაცია არ აქვს, ხოლო ბროკერი ავტომატურად მათემატიკურად უკვე გვაჭრის 9%-იან მოგებას. ეს იმას ნიშნავს, რომ იმისთვის რომ ჩვენ მოგებაში დავრჩეთ, თქვათ 100 პირობითად განხორციელებული ოპციონის შეძენის შემდეგ, ჩვენ 51 ოპციონი კი არ უნდა გქონდეს მოგებული, არამედ უნდა გქონდეს 58, 59, 60, რომ რაღაც მინიმალურ მოგებაში წავით. ანუ არ წავაგოთ. რაც იმას ნიშნავს, რომ ბროკერი უკვე იმ პირობებით, რომლებშიც ჩვენ შევდივართ და თანხმდებით მასთან ვაჭრობაზე, ბროკერი უკვე მათემატიკურად მოგებაშია. და კაც დაახლოებით იგივე პრინციპია, რაც ტოტალიზატორებსა და კაზინოებში მათემატიკური პრინციპები დაცული. ბროკერი არასოდეს არ აგებს თუ გინდათ, ბატონებო, ცნობილი ფრთიანი გამონათქვამის თანახმად, რომ თუ გინდათ, რომ 100%-ით იყოთ მოგებულები, უნდა ფლობდეთ კაზინოს, არ უნდა იყოთ ბროკერი. სხვანაირად რისკი ძალიან დიდია და ეს რისკი მათემატიკურადაა დეტერმინირებული. ეს უნდა გვახსოვდეს. ამიტომ ამ რისკების შემცირების მიზნით ტრეიდერებმა, ეკონომისტებმა, საქმის სპეციალისტებმა შექმნეს სხვადასხვა გრაფიკული დაკვირვების ბაზრის შესწავლის სხვადასხვა ხელსაწყოები და ინსტრუმენტები და მათემატიკური ინდიკატორები, რომელსაც ერთად ჯამში დაარქვეს ტექნიკური ანალიზი. ამ გრაფიკზე მე ვიყენებ რამდენიმე გრაფიკული დაკვირვების ინსტრუმენტს და აგრეთვე ინდიკატორს. ინდიკატორებიდან ვიყენებ ბილ უილიამსის ფრაქტალებს, აგრეთვე ვიყენებ სტოქასტიკურ ოსცილატორს პერიოდით პარამეტრებით 7.3 და დონეებით 80%, 20%, აგრეთვე ვიყენებ 3 საშუალო მცოცავს, თუ სწორად მახსოვს ექსპონენციალურებს, კი, 3 საშუალო ექსპონენციალურ მცოცავს პერიოდებით 3, 9 და 21. ამ პერიოდებით ეს დიდი ხნის განმავლობაში ექსპერიმენტული დაკვირვების შედეგად შევარჩიე. შეგიძლიათ გადაიწეროთ როგორც უმარტივესი სტრატეგია, რომელიც მეტნაკლებად კარგად მუშაობს შიდა კოტირებების ბაზარზე და შექმნათ ეს ერთგვარი ნაკრები, წესების ნაკრები. და ამისა გარდა იმისა, რომ ვერ გაარღვია, პირიქით მიტრიალდა ზემოთ და ქვემოთ დაგვიტოვა ჭრილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ბაზარზე ჯერ კიდევ ხარები მძლავრობდნენ. ანუ აღმავლობის ტენდენცია ჯერ კიდევ საკმარისად ჰქონდა შერჩენილი. და ფასი არ წამოვიდა და სავარაუდოდ დაბლა. ეს დაადასტურა ფრაქტალმაც და დაგვიდასტურა სტოქასტიკმაც, რომელიც უკვე იმყოფებოდა გადაყიდვაში, ადგილობრივ ეგრეთ წოდებულ გადაყიდვაში და მისმა ძირითადმა სასიგნალო ხაზმა, რომელიც ლურჯი ფერით არის გამოსახული, ქვემოდან ზემოთ გადმოკვეთა წითელი სასიგნალო ხაზი და გადაკვეთის წერტილზე ყველა ამ 3, 4, 5 სიგნალის ერთდროული შეფასების შედეგად მივიღე იმისი გადაწყვეტილება, რომ შემეძინა ოპციონი ზემოთ და შემეძინა 5 წუთზე. შეძენა უფრო ადრე განახორციელე, დაახლოებით აქ ფრაქტალი მერე დავიდო, თუმცა ფრაქტალი მე დავინახე, ეს პატარა გამოცდილების შედეგად მოდის ხოლმე. წინასწარ სანამ მას ინდიკატორი დადებდა. თუმცა ვარაუდობდი, რომ ეს იყო კორექცია და მეტი არაფერი და არ აღმოჩნდი სწორი. თავარი გამოვიცანი, რომ არ იყო ტრენდის მოbrunება, მაგრამ აღმოჩნდა ფლეტი. ბაზარი ავიდა რაღაც სიმაღლეზე და დაიწყო გვერდითი მოძრაობა, სადაც ის მერყეობს გარკვეულ დიაპაზონებში. როგორც კი ფლეტი დაიწყებს ჩამოყალიბებას, ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ გრაფიკული ანალიზი, მაგალითად გავაკეთოთ შევქმნათ ერთგვარი ფასის არხი. აქ როგორც ხედავთ, ფასის არხის შევიწროებადია,
რაც იმას ნიშნავს, რომ ფლეტი არასტაბილურია და ფასი მალე გამოვა ფლეტიდან, რომელიმე მიმართულებით, მაგრამ მალე გამოვა. დაახლოებით სადღაც ამ წერტილში. 3-5 წუთის შემდეგ მაქსიმუმ ფასი უნდა გამოვიდეს ფლეტიდან. რომელიმე მიმართულებით უფრო სავარაუდოა, რომ გამოვიდეს ქვედა მიმართულებით და განაგრძოს მოძრაობა ქვემოთ. უფრო სავარაუდოა, რადგან აქ საკმაოდ ძლიერი წინააღმდეგობის დონეებამდეა მისული. აი, ხედავთ წინააღმდეგობის დონეებს. კარგით. თავარი გავარკვიეთ, რაც მინდოდა ამ ვიდეოში მეთქვა, თუ რა არის სტრატეგია. და წარმოიდგინეთ ჩემი ერთ-ერთი მარტივი სტრატეგია შიდა კოტირებების სისტემაზე სავაჭროთ. ეს სტრატეგია გამოცდილია და საკმაოდ კარგად მუშაობს თუ დავიცავთ მისი ვაჭრობის წესებს. ეს წესები მარტივია, ყოველთვის ვაჭრობთ ტრენდის მიმართულებით. ტრენდის მიმართულებას ვარკვევთ იმის მიხედვით, თუ საითაა მოქცეული ფასის გრაფიკი ტრენდის ხასთან მიმართებაში, თუ იგი გადაკვეთს სანთლის ტანს, აუცილებლად სანთლის ტანს და ფასი მოექცევა აღნიშნული ტრენდის ხაზის ზემოთ, საშუალო მცოცავის ზემოთ, წითელი ფერით აღნიშნულის და აგრძელებს მის ზემოთ ყოფნას. ეს იმას ნიშნავს, რომ ტრენდი აღმავალია. ეს სამი ინდიკატორისგან, მცოცავისგან შედგენილი კომპლექსი დაახლოებით ისე მუშაობს, როგორც ალიგატორი. ვინც იცის რა არის ეს. შესაბამისად, როცა ვაკვირდებით, რომ ხაზები ერთმანეთს შორდება, საშუალო მცოცავები ერთმანეთს შორდება, ეს ნიშნავს, რომ ტრენდი ძლიერდება, ხოლო როცა ვაკვირდებით, რომ ხაზები ერთმანეთს უახლოვდება, ან ერთმანეთს კვეთს, ნიშნავს, რომ ან ტრენდი ძლიერდება, ან ის მობრუნდება. გარდა ამისა, რომ ტრენდი ძლიერია თუ შესაბამის სანთლების სიგრძეები დაახლოებით თანაბარი ან ზრდადია და თვალში საცემი ზომა აქვთ და რა ასეთი მაგალითად ტრენდი მცირდება, სუსტდება უბრალოდ როცა სანთლების ზომა კლებულობს და ინდიკატორები უახლოვდება ერთმანეთს. გარდა ამისა ინფორმაციას ვიღებთ სტოქასტიკიდან. საკმაოდ ძლიერი აღმავალი ტრენდი, სტოქასტიკი გადავიდა გადაყიდვის ზონაში 10-80%-ს ზემოთ და დარჩა იქ. დასაშვებია მისი მცირეხნიანი კორექციების დროს დაშვება 50%-იან დონემდე და 50%-იანი დონიდან მისი არეკვლა კვლავ ზედა მიმართულებით. ასეთ შემთხვევაში ჩვენ დარწმუნებულები ვართ იმაში, რომ ტრენდი მუშაობასობაში გამართლა ჩვენი პროგნოზი არ გასულა იქიდან 3 წუთი, მესამე წუთზე გადმოკვეთა ქვემოთ ჩვენს მიერ შექმნილი ფასის არხის, რომელსაც აქვს სოლის ფორმა და ასეც ქვია ამ ფიგურას სოლი. გადმოკვეთა მისი საზღვრები და წარმოვიდა ქვემოთ. ამიტომ აქ შეგვეძლო თავისუფლად გადმოკვეთის მომენტში, როცა უკან აღარ მიბრუნდა ფასი, ახლაც შეგვიძლია პრინციპში გადაგვედო 5 წუთიანზე და შესულიყავით ბაზარზე. აი ახლა არის გადამწყვეტი მომენტი, თუ ფასი აღარ წამოვიდა ზემოთ და დაფიქსირდა წითელი სანთელი, ეს ნიშნავს, რომ საბოლოოდ მოტრიალდა ტრენდი. ტრენდის სხვა მახასიათებლები. ტრენდი საერთოდ არის მიმართული ფასის მიმართული მოძრაობა ერთი მიმართულებით, რაც ნიშნავს, რომ ფასის მიერ დაფიქსირებული ყოველი ახალი მაქსიმუმი წინა მაქსიმუმზე ზემოთ იმყოფება და ყოველი ახალი მინიმუმი წინა მინიმუმზე ზემოთ იმყოფება. ეს მინიმუმი უფრო დაბლაა ვიდრე ეს მინიმუმი უფრო დაბლაა ვიდრე ეს მინიმუმი უფრო დაბლაა ვიდრე ეს და ასე შემდეგ და მაქსიმუმების შემთხვევაში მაქსიმუმი უფრო დაბლაა ვიდრე ეს მაქსიმუმი უფრო დაბლაა ვიდრე ეს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მანამდეც ძლიერი აღმავალი ტრენდი იყო, აგერ როგორც ხედავთ და კორექციებზე მცირედ სუსტდებოდა. კიდევ ერთი ძალიან საინტერესო და გასათვალისწინებელი მომენტი, გარდა იმ ფაქტისა, რომ ფორექსზე ფასი არასოდეს არ ჩერდება, ის მუდამ მოძრაობს
რომელიმე ტრენდული მიმართულებით ან იმყოფება ეგრეთ წოდებული გვერდით მოძრაობაში ფლეტში, თუმცა გვერდითი ფლეტური მოძრაობის დროსაც ფასი მაინც მოძრაობს, თუმცა მცირე დიაპაზონში, მაგრამ ამ დიაპაზონის შიგნით ჩვენ შეგვიძლია გამოვყოთ ერთგვარი მიკროტრენდები. თუ ჩვენ გადავრთავთ 5 წუთიან, 5 წამიან თუ ჩვენ გადავრთავთ 5 წამიან სანთლურ რეჟიმზე გრაფიკს და ვინახავთ, რომ ამ ჩვენი ფლეტის შიგნით საკმაოდ გამოხატული მიკროტრენდული მოძრაობები შეინიშნებოდა. ამით იმის თქმა მინდა, რომ ყველაზე გამოკვეთილ ფლეტშიც კი არსებობს მიკროტრენდები, ანუ ფასი არასოდეს არ არის გვერდით მოძრაობაში, გააჩნია დროის ინტერვალს, ანუ time frames. ფასი ფლეტში თითქმის არასოდეს არ არის, ფასი მუდმივად მოძრაობს ან ზევით ან ქვევით, ანუ ის იმყოფება time frames-ზე დამოკიდებულებით ყოველთვის ტრენდულ მოძრაობაში ან აღმავალია, ან დაღმავალია და ფასი მოძრაობს, არ მოძრაობს ასე ირიბად, ეს უბრალოდ დროითი გამოსახვა ფასის მოძრაობის, ფასი ყოველთვის მოძრაობს ვერტიკალურად, ის ან იზრდება, ან მცირდება. არ არსებობს ფასის აი ესეთი ტრენდული მოძრაობა, ეს არის მხოლოდ ფასის დროში გამოსახვა, ამისი მათემატიკური წარმოდგენა ძალიან მნიშვნელოვანია, ამისი მათემატიკური გაგება ძალიან მნიშვნელოვანია ბინარული ოფციონებით ვაჭრობისთვის, იმიტომ რომ აქ არის დისკრეტული ექსპირაციის დრო, რაც ჩვენ გვაიძულებს, რომ განსაზღვროთ ფასის მოძრაობა არა ვერტიკალური მიმართულებით, როგორც ის რეალურად მოძრაობს, ან იზრდება, ან მცირდება, არამედ განსაზღვროთ ჰორიზონტალური მიმართულებითაც, ანუ შევაჯამოთ ორ ღერძზე მისი რეალური მოძრაობა ზემოთ ქვემოთ და მისი მოძრაობა დროში. რაც გვაძლევს შესაბამისად ამ აღმავალ და დაღმავალ ტრენდებს. ამიტომაც ალბათ აქედან გამომდინარე, რომ ფასი მოძრაობს მხოლოდ ვერტიკალურად ზემოთ ქვემოთ და კიდე იქიდან გამომდინარე, რომ ბინარებზე მნიშვნელოვანია დროითი მონაკვეთების მიხედვით ფასის მოძრაობის შეჯამება, ძალიან სასარგებლო გამოდგა ბინარული ოფციონებისთვის, განსაკუთრებით გრაფიკული ანალიზის ჩასატარებლად იაპონური სანთლების გამოყენება, რომლებიც ვერტიკალურად აჯამებს ფასის მოძრაობას, გარკვეულ დროში და არა ისეთი ხაზოვანი, რომელიც არაფრის მთქმელი გამოდის საბოლოოდ, პრაქტიკულად არაფრის მთქმელი გამოდის არანაირი ინფორმაციის მომტანი. მოკლედ ეს მინდოდა მეთქვა, გაგაცანით პატარა ეშმაკული, თუმცა მუშა სტრატეგია. შეგიძლიათ გატესტოთ. კიდე ერთი მომენტი, ისევ ეშმაკური მომენტი, რაც ძალიან გამოსადეგია და რამდენიმე სტრატეგია ამაზეც არის აგებული. მდგომარეობს შემდეგში იმის განსაზღვრისთვის, მარტივად განსაზღვრისთვის, თქვათ, არა გვაქვს არანაირი ინდიკატორი, არა გვაქვს არანაირი დაკვირვების საშუალება, უბრალოდ გვაქვს გრაფიკი და მეტი არაფერი. იმისი განსაზღვრისთვის, თუ საით მიდის ტრენდი, საით მიდის მოძრაობა, შეგვიძლია გამოვიყენოთ ერთი პატარა ეშმაკული ხერხი და ეს ხერხი რაში მდგომარეობს. აღმავალი ტრენდის დროს გრაფიკი გამოისახება, იძულებული ვართ უფრო სწორად რომ გამოვსახოთ და ამას არავინ არ აქცევს ყურადღებას, ცოტა თუ აქცევს ყურადღებას სწორად, გრაფიკი გამოისახება, ის იწყება ეკრანის ჩვენი მონიტორის ქვედა მარცხენა კუთხიდან აღმავალი ტრენდის დროს და მიემართება ზედა მარჯვენა კუთხისკენ. თუ ჩვენ ასეთ მოძრაობას ვხედავთ, აი აქედან ვხედავთ, ეს ნიშნავს, რომ ტრენდი აღმავალია. და თუ ჩვენ ასეთ მოძრაობას ვხედავთ უკანასკნელი 1 საათის განმავლობაში, უწყვეტად, მცირე კორექციებით და ეს კორექციები არ არის დიდი, მაშინ ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია უახლოესი 15 წუთი კორექციის ფსკერიდან თამამად შევიდეთ ზრდაზე
ფასის ზრდაზე და გადავდოთ ექსპირაცია 15 წუთზე. რაც ეყრდნობა იმ მათემატიკურ ალბათობას, იმ მათემატიკურ განაზომიერებას, რომ თუ ფასი იმყოფებოდა ტრენდულ მოძრაობაში 1 საათის, უკანასკნელი 1 საათის განმავლობაში, არის 80%-ზე მეტი ალბათობა იმისა, რომ ის კვლავად შეინარჩუნებს აღებულ მიმართულებას, ანუ 15 წუთი მას არ ეყოფა მოbrunებისთვის, სულ მინიმუმ მოbrunებისთვის და კორექციის დამთავრების შემდეგ მინიმუმ 15 წუთს ისევ გააგრძელებს ზრდას. აღნიშნულ მომენტზე დაფუძნებულია სტრატეგია, რომელმაც ერთ-ერთ ტრეიდერს მოუტანა გამარჯვება შეჯიბრში. რუსი იყო თუ სწორად მახსოვს ეს ტრეიდერი. ანუ ეძებდა აღმავალ ან დაღმავალ ტრენდს, დაღმავალი ტრენდის შემთხვევაში ვთქვათ, მოვძებნოთ დაღმავალი ტრენდი, აგერ დაღმავალი ტრენდი. დაღმავალი ტრენდი იწყება ჩვენი მონიტორის ზედა, ჩვენი მონიტორის იწყება ზედა მარცხენა კუთხიდან და ის მიემართება ქვედა მარჯვენა კუთხისკენ. თუ უკანასკნელი 1 საათის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, რომ ტრენდი არის დაღმავალი, მაშინ კორექციის მწვერვალიდან ჩვენ შეგვეძლო შევსულიყავით 15 წუთზე, თამამად შეგვეძლო შევსულიყავით 15 წუთზე და მოვიგებდით, სავარაუდოდ მოვიგებდით. ამ სტრატეგიამ მოუტანა ზემოთ აღნიშნულ ტრეიდერს გვარი თვისოდი, თუმცა აღარ მახსოვს, მოუტანა $1000-დან ერთ კვირაში მოუტანა $100,000-მდე მოგება. ვაჭრობდა 4-5 ძირითადი მაჟორული წყვილით და ვაჭრობდა ამ სტრატეგიით. ერთდროულად მანი მენეჯმენტის გათვალისწინებით, ანუ ფულის მართვის პრინციპების გათვალისწინებით, ერთდროულად შედიოდა არაუმეტეს დეპოზიტის 10%-ისა, ანუ დაახლოებით ისე, როგორც ახლა მე ვაკეთებ $1266 მიდევს ანგარიშზე და შევდივარ $100. ეს არის 10%-ზე ნაკლები. კარგით ბატონებო, დავასრულოთ დღევანდელი ჩვენი ვიდეო რგოლი, თორე გაგვეწელა საკმაოდ და სხვა თემებზე, სხვა სტრატეგიებზე, ძირითადად ის შემდეგ ვაჭრობის სხვადასხვა სტრატეგიას განვიხილავთ და დაინტერესების შემთხვევაში შეგიძლიათ კომენტარებში დადოთ თქვენი შეკითხვები, ანუ საინტერესო თემები, მოითხოვოთ მათზე საუბარი და კი ბატონო, თუ შემეძლება ჩავწერ ვიდეოებს. ამის შემდეგ მხოლოდ სავაჭრო სტრატეგიებზე, მათ მიმოხილვებზე, მათ რეკლამირებაზე გვექნება საუბრები შემდეგ ვიდეო რგოლებში. მე ვქმნი სხვადასხვა ტაიმფრეიმებისთვის, სხვადასხვა ექსპირაციის დროისთვის სტრატეგიებს, რომელთა მომგებიანობა მინიმუმ 70-75%-ია და შესაბამის წესებთან ერთად გაგაცნობთ ამ სტრატეგიებით ვაჭრობის მეთოდებს, ამ სტრატეგიებით ვაჭრობის წესებს და მოქმედებაში გაჩვენებთ შესაბამის სტრატეგიებს. გავაკეთებ ერთგვარ რეკლამას, რადგანაც გარდა იმისა, რომ ეს თქვენ მოგცემთ გარკვეულ ცოდნას, რეკლამირებას გაუწევს ამ სტრატეგიებს, რადგანაც სტრატეგიები ფასიანი იქნება. არიღირება ძვირი, თუმცა უფასო არ იქნება. არის ბევრი უფასო სტრატეგიაც ინტერნეტში, შეგიძლიათ მოიძიოთ კიდეც, თუმცა მათი გამოყენება არც ისე დიდ მოგებას იძლევა. ეს რომ ასე იყოს, არც ერთი ბინარული ოპციონების მიმწოდებელი ბროკერი აღარ იარსებებდა, რადგან აქამდე გაყოტრდებოდა სულ. გამომდინარე იქიდან, რომ ტრეიდერები ვაჭრობენ ბროკერებთან და ვაჭრობენ მათ ფულზე შესაბამისად და მათ რისკებზე შესაბამისად, თუ იგებს ტრეიდერი, აგებს ბროკერი და არსებობს მისი გაკოტრების შანსი. რაც დღემდე არ ხდება ზემოთ აღნიშნული მათემატიკური პროცესებისა და კიდევ უმთავრესი წესების დარღვევის, ტრეიდერების მიერ წესების დარღვევის, ხშირი დარღვევის ფაქტებიდან გამომდინარე. წესების დარღვევა ხდება ფსიქოლოგიური სისუსტის გამო. როგორც ხატოვნად ამობენ ხოლმე გამოცდილი ტრეიდერები,
Forex-ზე და განსაკუთრებით ბინარულ ოპციონებზე ვაჭრობისთვის, წარმატებისთვის დაახლოებით 80% შედეგისა მოაქვს ფსიქოლოგიას და მხოლოდ ფსიქოლოგიას. დაახლოებით 10% მოაქვს 10 ზოგიერთის ვარაუდით 15% მოაქვს money management, ანუ ფულის სწორ გადანაწილებასა და სწორი მართვის პრინციპების დაცვას და დარჩენილი 5-10% მოდის მხოლოდ კარგად შესრულებულ ფუნდამენტურ ან მით უმეტეს ტექნიკურ ანალიზზე. აქედან გამომდინარე თითოეულ ჩემს მიერ რეკლამირებულ და გასაყიდად მოწოდებულ სტრატეგიას მოყვება თავისი წესების, მკაცრი წესების ნაკრები და მოყვება შესაბამისი money management-ის წესები და მოყვება ფსიქოლოგიური თავდაცვის, ანუ ფსიქოლოგიური ჩავარდნებისგან თავდაცვის პატარა ეშმაკური ხრიკებიც, რომელთაგან ერთ-ერთს ახლავე გაგიმხელთ და გამოიყენეთ. არასოდეს არ ივაჭროთ 5 წუთზე ნაკლები ექსპირაციის დროით და არასოდეს არ ივაჭროთ ტრენდის საწინააღმდეგოდ. არასოდეს ტრენდის საწინააღმდეგოდ და ექსპირაცია არასოდეს აიღოთ 5 წუთზე ნაკლები, რადგანაც ადამიანის გონებას ასეთი სწრაფი რეჟიმით ვაჭრობისას, განსაკუთრებით წაგებების რიგი წაგებების შემდეგ არ შეუძლია დარჩეს რაციონალურად, ვერ ახერხებს გადატვირთვას, ვერ ახერხებს სიტუაციაში გარკვევას და ძალიან დიდი შანსი გაქვთ, რომ გაკოტრდეთ. როდესაც დამწყები ვიყავი ამ ბაზარზე, ასე დამემართა და პირველი გაკოტრება სწორედ იმან მომიტანა, რომ დავიწყე ვაჭრობა 60 წამიანი და 2 წუთიანი ექსპირაციის დროებით და დავიწყე ერთი ცუდი სტრატეგიით, რომელიც ფართოდ რეკლამირდებოდა. სტრატეგიაზე შემდეგ ვიდეო რგოლში ვისაუბრებთ. დღესდღეობით მთლიანად აკრძალე აღნიშნული სტრატეგიით ვაჭრობა, რომელიც წაგებამდე მიმიყვანა. კარგით ბატონებო, გისურვებთ წარმატებებს. დღეისათვის სულ ეს იყო, შევხვდებით შემდეგ ვიდეო რგოლში. ველოდებით თქვენ შეფასებებს და დაინტერესების შემთხვევაში კითხვებს კომენტარებში.